აი მე თვითონ პირადად რამდენი შულყდარი მამა, შულყდარი დედა განადგურებულები მიმიყვანია იციგია. ყველა მიუღია, შენიშვნას მოგცემდა რომ არ მიგვეყვანა. ვინიც ის როგორ ჭირდება ჩემი თავი რა უფლება გაქვს რომ აბრკოლებ და ჩემამდე არ მოკავს. თლიანად ნუგეში იყო. მისი მოღვაწეობა თვითონ ეს პიროვნება იყო ნუგეში. ასე იყო ნამდვილად. ასე იყო და მინდა გითხრა რომ აი ეს მადლი მოეცხო ჩვენ მშობლიურ ანსამბლ ივერიას, როდესაც უდიდესი განსაცდელის წინაშე დავდექით ყველანი ერთად ახსოვს თელ საქართველოს, როდესაც გარდაიცვალა სულ პატარა გიორგი ციკლაური, ჩვენი დაუვიწყარი თეიმურაზ ციკლაურის ვაჟი და რაც შეეხება თემურის ამბავს, მე მაინც მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება აი ამ პატრიარქის პირად დამსახურებაზე, რომ ფაქტობრივად გადაარჩინა სულიერადაც, ფიზიკურადაც თემურ ციკლაური და გადაარჩინა ანსამბლი ივერიაც, იმიტომ რომ არა თემური არაფერი აღარ შედგებოდა შემდგომ. იმ პერიოდში ჩვენ ისე ვიყავით დაბნეულები, ეს იყო პირველი უმძიმესი ტრაგედია, რომელიც აი ჩვენ ივერიულ ოჯახს დაატყდა თავს და წეგანაც ეგ მქონდა ხედველობაში, ვთქვი რომ გინდა რაღაცა გააკეთო, მაგრამ არ იცი როგორ რა სიტყვები შეიძლება რომ დაამშვიდო ადამიანი და როცა შენ თვითონ ისე განიცდი რომ დაკარგული გაქვს, ესე აზროვნება. აი ასე დროს ჟენია მაჭავარიან სული განათლოს მე თვითონ ჩვენი მეგობარია მითხრა რომ მოდი ასე გავაკეთოთ რომ მე საპატრიარქო შევთანხმებ აუდენციას შენ თემური დაიყოლია როგორმე და ერთადერთი გამოსავალია ჩვენ ვერ გავხდებით ვერაფერს რომ იქნება პატრიარქს შევახვედროთ. ოთხარი კარგი ესე ვცადოთ. მართლაც ასე მოხდა და აი ახაც ახლა როგორი დელიკატური უნდა იყოს ადამიანი, როგორი სათუთარ მოაზროვნე რომ წარმოიდგინე, ესე იგი ხო იმ წუთში დათანხმდება უთხრა რომ ასე გადაეციო რომ პატრიარქი გთხოვს საპატრიარქოში მომზადნეო. წარმოიდგინე ფორმა ნახე. ასე სიტყვით უთხარი თემურის. და ერთი წამი გაირინდა ეხლაც მახსოვს და როდისო მითხრა რომ დათქმული იყო დრო და ჩავშვით მანქანაში მე რა თქმა უნდა მარტო 2 საათზე მეტი განმარტოებულისა და გამოვიდა იქიდან სხვა კაცი. აი მაგის მერე შედგა თემური როგორც ტიქაროსანი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, როგორც ჭეშმარიტი ერისმსახური, არა მხოლოდ როგორც მომღერალი, არა მხოლოდ როგორც ანსამბლის წორუმოვარი წევრი, არამედ როგორც მოქალაქე, როგორც ქრისტიანი, როგორც ადამიანი გათიშოვდა. ეს იყო სამაგალითო ამ ჩვენ თვალწინ მომხდარი სასწაული. გადაარჩინა ოჯახი და ასეთი წეღანაც ვთქვით, რამდენი იყო წარმოიდგინე ხო? ერთმა ქნას და უფალმა ძალა მოგცეს რომ აი როგორც გვასწავლიდა და როგორც დაგვიტოვა ეპისტოლეების სახით, გადაგების სახით, ის გზა რაც გვაჩვენა შეგვაძლებინოს რომ მისი წასვლის მერე მაინც ასე ვიცხოვრო და ეს იქნება ჩვენი სამადლობელი მის მიმართ და მაშინ გადარჩება ერის და ვერის და ის თანხმობაც რანატრი მაშინ იქნება. ეზახები აბსოლუტურად თემურის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ყოველთვის ჰქონდა სულიერებას, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და იმდენად გულწრფელი იყო ესეთი მართალი, ისე როგორც ყველაფერში სცენაზე, მაგრამ განსაკუთრებით აი იწოდა პირდაპირ, როდესაც ვღეროდა აი ამ სულისკვეთების სიმღერებს და მოდი ერთი ფრაგმენტი მინდა თქვენის ნებართვით შევთავაზოთ ჩვენი შოუს მაყურებელს. და რას მინდა ეცი გაუსვა ხაზი, აი ეს სიმღერა როცა ამას სცენიდან დასჭექთა ხოლმე ჩვეული რიხით და განუმეორებელი ხმით თემურ ციკლაური აღზრდებს საქართველოს მართლმადიდებელო, როგორც არასდროს ისე მართალი და ისე ზუსტად შესატყვისი რელევანტური იყო აი სულისკვეთება და არსი ამ სიმღერისა, როდესაც აღესრულა პატრიარქი და მთელი საქართველოს ფეხზე დადგა. ო წმინდა გიორგი ხატება ნათელო სანთლად დანთებულო მომავლის ქართველო ასე სიყვარულის გამადიდებელო ჩემო საქართველო მართლმადიდებელო